თბილისის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გლდანის ციხეში ვენების გადაჭრის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა. კახაშონიას თქმით, შემთხვევა წუხელ 9 საათისთვის მოხდა. ნაკანი სამარტოო საკანში იმყოფებოდა. ვენების გადაჭრის შემდეგ კი ციხის თანამშრომელმა იპოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადვოკატის ინფორმაციითვე მანამდე ნაკანი გლდანის ციხიდან ეგრეთ წოდებული მატროსოვის საჯაროხლების დაწესებულებაში ითხოვდა გადაყვანას, რაც არ დაკმაყოფილდა. დაახლოებით 13 ნაკერი ადევს მარცხენა ხელზე და მას ციხის სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა. ციხის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა, ეს მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ხოლო რაც შეეხება სხვა სახის ზეწოლები, ვინმეს მხრიდან იყო თუ არ იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს არ მაქვს ინფორმაცია. მომხდარის გამო პროკურატურისგან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმის აღძრას ითხოვენ სამართალდამცავთა ლიგაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც კახანაკანია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სპეცრაზმელები უკანონო პატიმრები არიან. კახანაკანი ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. მასთან ერთად დაპატიმრებულები არიან სხვა სპეცრაზმელები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა უკანონო პატიმრობაში მყოფი პოლიციელების, სპეცდანიშნულების რაზმის წევრების განთავისუფლება, ბატონი კახანაკანის გადაყვანა იქ, სადაც ამ უკანონო პატიმრობაში ყოფნა კანონით არის განსაზღვრული, ნომერ 9 დაწესებულებაში გადაყვანა და აგრეთვე გამოძიების დაწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. კახანაკანის მიერ გლდანის ციხიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას არ ადასტურებენ საჯელ აღსრულების სამინისტროში. ვენების გადაჭრის მიზეზად კი მინისტრის მოადგილის თქმით, ნაკანმა სხვა დაკავებული სპეცრაზმელების მიმართ სოლიდარობა დაასახელა. წინა საგამოძიებო შემოწმების დროს გამოძიების შედეგად მოპოვებულია დოკუმენტი, სადაც თვითდაზიანების საფუძვლად ბრალდებული ნაკანი აცხადებს პროტესტს იმის გამო, რომ სპეცნაზელები არიან დაკავებული და ყველაზე მთავარი ის უცხადებს თანადგომას ფირცხალავას მიმართ. ცოტა გაუგებარია, რომ თავად ბრალდებულებმა და მჟავდებულებმა შეარჩიონ ადგილმდებარეობა, სად უნდა იყვნენ განთავსებულნი. ასეთი რამე არ ხდება, ეს ხდება საჯარო აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების კონკრეტული ინფორმაციებიდან გამომდინარე. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების დაკავებას ხელისუფლების ოპონენტები სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაცია დაფასებენ. სპეცრაზმელების დაკავებაზე განმარტებების გაკეთება ქვეყნის პრემიასა და პირველ პოლიციელსაც რამდენჯერმე მოუხდათ. ირაკლი ყარიბაშვილი აცხადებდა, რომ უნდა დაისაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი და არა შემსრულებელი. ვახტანგ გომელაურის თქმით კი დაკავებული სპეცრაზმელების მინიმალური საჯელით გათავისუფლებისათვის ყველაფერს აკეთებენ. მე მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებულ, ასე ვთქვათ, დავალებაზე. უკანონო დავალებაზე. ვინც არის უკანონო დავალების გამცემი და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით როგორ ხდებოდა ეს, ხო? გასცემდა როგორც წესი ან პრეზიდენტი, ან მინისტრი. რა თქმა უნდა, მათით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებელი. ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორ ბრძანების შესრულებას, არასწორი ბრძანება მიიღეს მათმა და ეს შეასრულეს მათ. კანონით ეს რა თქმა უნდა ისჯება, ეს არ არის ეს კანონით არ ისჯება და დააკავა პროკურატურამ ან ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები, თქვათ, იმ სუბუქი სასჯელით გამოვიდნენ. იქიდან გამომდინარე ისინი სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება. ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით 11 პირი, მათ შორის 6 სპეცრაზმელია დაკავებული. მათთვის ეგრეთ წოდებული კორტების საქმეზე განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.